გამარჯობათ. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან გაიკვირვეს, გაღიზიანდნენ და ლამის პირად შეურაცხყოფად მიიღეს ის ფაქტი, რომ ძროხამ შეიძლება თავისი და ქათმის ფეკალიები შეჭამოს. როგორც წესი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილებაც აქვთ საქონლის ყოლის და მოვლის. და ეხლა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაშიც ცდებიან. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს და იყოს ისე როგორც არის რა ვქნა. ის რაც ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია, ცხოველთა სამყაროში შეიძლება მოხდეს, უფრო მეტიც ზოგიერთი ცხოველისათვის შეიძლება ნორმაც იყოს. ხლა პირველი, მესაქონლეობით დაკავებულებს არავინ გაიგივებთ ლაშა პაპაშვილთან, რომელიც ძროხებს კვებავდა სკლინტით. მიუხედავად იმისა, რომ გადამუშავებული სკლინტით ძროხების კვება დღესაც დაშვებული და რეალურად უვნებელი ტექნოლოგიაა ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის შტატებსა და იაპონიაში. აი საქართველოში რომ კაცი მაგას გააკეთებს, თან სავარაუდოდ ტექნოლოგიის დარღვევით, ჩემი აზრით, მინიმუმ ამორალური პიროვნებაა და მისი პროდუქცია უნდა დარჩეს დახლებზე. დახლებზე გაუყიდავი. ამაზე იმედია მეთანხმებით, რადგან ეს არ არის საქონლისათვის ბუნებრივი საკვები. ეხლა მეორე, გაღიზიანების მიზეზი აშკარად არის ის ამბავი, რომ გარკვეულ პირობებში საქონლის მიერ ფეკალიების ჭამა არასოდეს შეგიმჩნევიათ. როგორ ამდენი ხანია საქონელს ვუვლი და ბევრ ვნახე. და უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თქვენ ფაქიზოს, რომლის რძეს და ყველს ოჯახში იყენებით, ასეთი რამ შეეძლო შეეჭამა. პირდაპირ გულისამრევია. მეცხოველების პროფესიონალად თავს ნუთვლით ბატონებო, თუ ზოოტექნიკოსის ან ვეტერინარის განათლება არ გაქვთ. ეხლა 2-3 ძროხა რომ გყავთ ოჯახში თავისი ნამატით და ისიც ნახერში გაშვებული და საღამოს ცოტაოდენ თივას დაუყურთ და გომურს დაასუფთავებთ, ასე პროფესიონალი ვერ გახდებით. ეხლა შედარებისათვის მოგიყვანთ ესეთ ანალოგიას. თუ ადამიანი ავტომობილით დადის, მხოლოდ სახლის სამსახური შოპინგი და ხანდახან დასასვენებლად. ის არ არის პროფესიონალი მძღოლი, თუნდაც 50 წელი იაროს მანქანით. ასეთ ადამიანზე ბევრად უფრო პროფესიონალი არის ტაქსის მძღოლი, რომელსაც 1 წლის მუშაობის სტაჟი აქვს. აი ინტერნეტში ძებნის გარეშე უპასუხეთ ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. საქონელს, ხორს ან ფრინველს რამდენი პროცენტი ცილას სჭირდება საკვებში? თუ სპეციალობით ზოოტექნიკოსი ან ვეტერინარი არ ხართ, 100% ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გასცემთ. ის კი არა, წიგნით არავის გექნებათ სახლში, ამ უმარტივეს შეკითხვაზე პასუხი რომ იპოვოთ. არაპროფესიონალის აზრს ნამდვილად ვერ მივიღებ და ვერც გავითვალისწინებ, მით უმეტეს, როცა იშვიათ მოვლენაზე დაკვირვებაზე მიდგება საქმე. და მით უმეტეს, რომ საქონლის მიერ ხანდახან ფეკალიების ჭამა დადასტურებულია დარგის შესაბამისი სპეციალისტების მიერ და ყოველთვის დაკავშირებულია საქონლის ჯანმრთელობის პრობლემებთან. და როცა თქვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საპირისპიროს აცხადებთ მტკიცებითი ფორმით, მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ და არაპროფესიონალი ბრძანდებით. მესმის კითხვა დასვათ, მაგრამ კარგად დადგენილ ფაქტზე საპირისპიროს მტკიცება არის ნამეტანი, ბატონო. უფრო მეცაც გეტყვით, გარკვეულ შემთხვევაში სხვა შინაური ცხოველების, მაგალითად ძაღლი და კატაც მიირთმევს ფეკალიებს. ასე რომ არაორდინარული არ არის, ამაში არაფერი არ არის, თუმცა მათთვისაც ეს ნორმა არ გახლავთ. ეხლა ქათმებს ფერმებში მეტალის ბადეზე აყენებენ, რომ სკლინტი ქვევით ჩაცვივდეს და ქათამს მასთან შეხება არ კონდეს და საკვები არ დააბინძუროს. ეხლა სოფელში ქათამს თავის ფეკალიებთან აქვს უფრო ხშირი და ინტენსიური შეხება და ვინმე შეწყვიტა სოფლის ქათმის ან კვერცხის ჭამა? ფერმაში გაზრდილ ქათმის, კვერცხზე და ხორცზე მეტი ფასი აქვს სოფლისას და ეს სწორია. ასეა. ეხლა კიდევ მეტი. ბოცვერი, რომლის ხორცი დელიკატესია
თავის საკუთარ ფეკალიებს მუდმივად ჭამს და ეს მისთვის ნორმაა. მას რომ არ მისცეთ ამის საშუალება ვერ იარსებებს. ვიცი ახლა ბევრი ბოცვრის ხორცის მოყვარულის რისხვა დავიმსახურე, მაგრამ ბოცვერს ანუსზე ხელს მიაფარებს თუ შეიძლება. დაგუგლეთ მაინც თუ ბიოლოგიის წიგნის წაკითხვა არ გინდათ. ეხლა მესამე. ჯამრთელი ძროხა ნამდვილად არასოდეს არ ეკარება ფეკალიებს. ვიმეორებ თუ ის ჯამრთელია. ჯამრთელობის შენარჩუნება ნახირში თავისუფლად გაშვებით ნამდვილად უფრო ადვილია ვიდრე ფერმაში. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ხერხი საქონლის ჯამრთელად შენარჩუნების. ძროხას რომ რაიმეს შეამჩნევდნენ ავადმყოფობის ნაირზე, მაშინვე დაკლავდნენ და ხორცს ატყიდნენ. რა ტყუილია? ქართლის სოფლებში, რომელთანაც კავშირი მქონია, თუ ჯამრთელი საქონელი დაიკულებოდა, იგივე ფასად იყიდებოდა სოფელშივე, არაც თბილისის ბაზარში. ხოლო ქალაქში მოდიოდა პრობლემიანი. არ მგონია სხვაგან უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო და მასობრივი ეპიდემიებისაგან თუ რაიმე მიგვიხსნა, ეს არის ის, რომ ჩვენ ხორცს ბევრად უფრო დიდ ხანს ვამუშავებთ თერმულად, უფრო დიდ ხანს ვხარშავთ, ვიდრე ევროპელები. ეხლა საქონელი სასაკლაოზე უნდა წაიყვანოთ და იქ დაიკლას, მაგრამ იქაც სავალდებულოდ მოწმდება სულ სამ დაავადებაზე. ეს არის ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და კიდევ ერთია რაზედაც ანალიზით მოწმდება უშუალოდ და ხდება საერთო ჯამრთელობის შემოწმება, რაც გულისხმობს შინაგანი ორგანოების და ლიმფური კვანძების ვიზუალურ დათვალიერებას. ეს ნამდვილად არ არის 100%-იანი გარანტია საქონლის ჯამრთელობის. მაგრამ ეს არის ევროპული სტანდარტი. ციმბირის ყულზე, ლისტერიოზზე და კიდევ რამდენიმე დაავადებაზე შემოწმება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს HIV. მაგრამ მაგალითად, ნაბარევიანი იგივე პიროპლაზმოზიანი საქონელი შეიძლება გამოეპაროს სასაკლაოს კონტროლს, ეს ყველამ კარგად იცით. მარტო საქართველოში კი არა, ევროპასა და ამერიკაშიც 100%-იანი კონტროლი ხორცის არსად არ არის, არც იყო და შეუძლებელია. მით უმეტეს საბჭოთა კავშირში არ იყო და მისდირით თუ შეიძლება ზოგიერთები იმ დროს როცა საბჭოთა წყობილება გახლდათ. ეხლა მაშინ რომ ფეხზე ეკიდა სანეპიცადგურს ჩვენი ჯამრთელობა, ისეთი უნდოდა და რა კორუმპირებულიც იყო საბჭოთა სისტემა და კერძოდ საბჭოთა სანეპიცადგურები, ეს ცალკე თემა გახლავთ. ეხლა ხან ბავშვები იღუპებოდა სალმონელოზით ქათმის ხორცისაგან, ხან დიდები ფალსიფიცირებული სასმელით. ეხლა რო არ ბაზრდებოდა და ტელევიზიით ყოველდღე არ გიცხადებდნენ, არაფერს არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს ატომურ აფეთქებებს არ არიდებდნენ ხალხს, ატომური გამოცდებისას მოსახლეობა არ გაყავდათ უხიფათო ზონებში. ბაქტერიული იარაღს ქმნიდნენ იქ, სადაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო და რა მოვლენები მოხდა ციმბირში და ურალში, ეხლა გაბაზრდა ხო მხოლოდ. ხოდა, ასე რომ სად საბჭოთა კავშირი და სად ჰუმანიზმი და ადამიანის მოფრთხილება. თუ ვინმე საბჭოთა დროს მისტირის, როგორც წესი, ეს არის თავის წარსულ ახალგაზრდობას მისტირიან, როცა ყველაფერი მშვენიერია, მიუხედავად რეჟიმისა. ახლა მეც ახალგაზრდობა საბჭოთა კავშირში გავატარე. მაგრამ ახლა ხო უნდა გავიაზროთ რა, დღეს რომ ახალგაზრდობას საშუალებები აქვს ზრდის და განვითარების, ისეთი საბჭოთა კავშირში ნამდვილად არ იყო. ეხლა რეალურად საბჭოთა ნოსტალგია უნდა კონდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნომენკლატურულ თანამდებობებზე, აიკომის დივანი და უფრო მაღლა რომ მუშაობდა. აი ამ ხალხს კი უნდა კონდეს ნამდვილად საბჭოთა ნოსტალგია. ეხლა თემას დაუბრუნდეთ. საქონელი ჯამრთელი ეყოლებათ თუ საძოვარზე იქნება და დაავადების პირველი ნიშნებისთანავე დაკლავთ. გარდა ამისა, საძოვარზე კიდევ ორი კარგი ვეტექიმია, დათვი და მგელი. ისინი პირველ რიგში სწორედ დასუსტებული საქონლის გამორჩევას და მონადირებას ახდენენ. ასეთი მესაქონლეობისას არც ვეტექიმია საჭირო და არც ანტიბიოტიკი. ეხლა კიდევ მეტი. საქონლის მიერ საკუთარი ფეკალიების ჭამა არ არის კრიტიკული დარღვევა ბიოლოგიურ მეურნეობაშიც კი.
თუმცა არასასურველია და უნდა აღმოიფხვრას მისი მიზეზი. ძროხის ავადმყოფობას ვერაფერი ვერ აგვაცილებს თავიდან. და ბოლოს კიდევ ერთხელ დასკვნის სახით სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა არის უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი, მხოლოდ კუნთების იმედად ყოფნა. რუსებს აქვთ ასეთი ანდაზა სილა jest umanina. ჩვენც რუსეთის ნაწილი ვიყავით SSRK-ს დაშლამდე და ბევრი ჩვევა იქიდან გვაქვს. ეხლა შტატებში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის მხოლოდ 1.5%-ია დაკავებული. სულ 2 მილიონი ადამიანი 330 მილიონი მოსახლეობიდან. ისინი მთელ შტატებს აჭმევენ და პროდუქცია საექსპორტოდ გააქვთ. ჩვენთან 36%-ია სოფლის მეურნეობით დაკავებული და ქვეყანას შემოაქვს სურსათი. სავსეა მაღაზიები უცხოური პროდუქციით. ერთი ამერიკელი ფერმერი საშუალოდ ამარაგებს 160-ზე მეტ ადამიანს. როგორ ფიქრობთ? რით ისჯობიან ჩვენს გლეხებს? უფრო დიდი კუნთები აქვთ თუ უფრო მეტი ცოდნა? აი დაფიქრდით ამაზე თუ შეიძლება.